ზუგდიდი მესტიის გზაზე ხაიშის თემის სოფელ ბარჯაშთან კლდის მასე ჩამოიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით დროებით აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ წუთებში ადგილზე გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მუქარა ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და პირადი მიმოწერის გასაჯაროებით აჭარაში ერთი პირი დააკავეს, რომელიც დაზარალებულს სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. გამოძიების ცნობით ბრალდებულმა ინფორმაცია Facebook-ზე უნებართვო შეღწევის გზით მოიპოვა. დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რუსეთისთვის რაკეტებისა და დრონების კომპონენტების მიმწოდებელ კომპანიებს ზელენსკიმ სანქციები დაუწესა. სასანქციო სიაში მოხვდა რუსული კრიპტობაზრის ხელშემწყობი სტრუქტურებიც. დღეს ხელმოწერილი ბრძანებით სანქცირებულია 66 ფიზიკური და 62 იურიდიული პირი. მათ შორის არიან რუსეთის, ჰონკონგის, ყირგიზეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები. გენერალ ალექსეევზე თავდასხმაში ერთ-ერთი ბრალდებული დუბაიში დააკავეს და რუსეთს გადასცეს. FSB-ს განცხადებით ის რუსეთის მოქალაქეა და ორ თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა. მეორე ეჭვმიტანილი მოსკოვში დააკავეს. მესამე თავდამსხმელი ქალია და როგორც რუსეთი ამტკიცებს, ის უკრაინაში გაიქცა. რუს გენერალს 6 თებერვალს სახლთან ესროლეს, თუმცა ის გადარჩა.